აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასები ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტებმა, ევროპის სამგზის პრიზიორმა, მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და საქართველოს სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩაატარეს. მსოფლიო ჩემპიონებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მასტერკლასს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან ერთად დაესწრო. ღონისძიება ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით გაიმართა. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი მომავალი ჩემპიონებისთვის და აუცილებლად სამინისტროს მხრიდან გაგრძელდება აღნიშნული ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადოს ჩვენს სპორტსმენებს, ავთანდილს და ლუხუმს. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ასეთი ინიციატივა და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის. მე ვფიქრობ, რომ სპორტი და კულტურა აერთიანებს ყველას და რა თქმა უნდა, აფხაზეთი ეს ჩვენი გულის ტკივილია და ჩვენ მზად ვარ, რომ ყველაფერში რაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. ბედნიერი ვარ ამდენ ახალგაზრდას რომ ვხედავ. არიან დაკავებული სპორტით. გვინდა რომ ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ. ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვებმა მიაღწიონ წარმატებას და ასახელონ ჩვენი ქვეყანა. ორი მსოფლიო ჩემპიონი როდესაც მოდის და ესეთ მასტერკლასებს ატარებენ, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის პირველ რიგში სტიმულია. ამ სტიმულიდან გამომდინარე უკვე მზად არიან მე შეჯიბრებებზე, ჩიშიც აღარ აქვთ. გადალახული აქვთ ბევრი ბარიერი.